გამარჯობა მეგობრებო, ოქტოპუსზე იმყოფებით თქვენ, კოლაბორაცია გვაქვს სამარილესთან, ძალიან გვიხარია, რომ ეს ახალი იუთუბერები ჩემოდიან და ცოტნე, როგორია ჩვენ ახსე, როგორ მოგწონთ? ვაიმე, რა კარგი მოწყობილი გაქვთ ყველაფერი და რა მართლა დიდი მადლობა რომ დამპატიჟეთ. როგორ დასაფასებელია რომ ბოლოს არის მე მოვიდა პირდაპირ ჩვენ. კი, მაგრამ კლასი არ ყავდა მას და არავინ არაფერი არ დამაწერა. კი ბატონო, მაგრამ ჩვენ დაგაწერა. აი რამე. გუნდიშა წასულია და არ დააწერა. რატო შევიკრიბეთ გიორგი დღეს აქ? რატო შევიკრიბეთ ცოტნე და პირველ რიგში შევიკრიბეთ, იმიტომ რომ ამის საშუალება გვაქვს. იმიტომ რომ ჩვენი სპონსორი და წარმომადგენელი არის Betson Sport. ესე იგი, ბასკეტის ვიდეო საკმაოდ მოეწონა ხალხს. ისეთ საინტერესო მიდიოდა და დღეს გადავწყვიტეთ, რომ გავკეთებინა ტორტებზეც იგივე. ნუ, ცოტნე მაინდა-მაინც არასამით იყო ბედნიერი, თქმილი არ უყვარს. ხო, მაგრამ მე რომელზეც ვიტყვი რომ გემრიელია, ესე იგი ძალიან მაგარია. ესე იგი ძალიან მაგარია. ვისაც პასკები არ გინახავთ, რას ვაკეთებთ ახლა? ყველაზე იაფიანიდან დავიწყებთ და ყველა ძვირიან ტორტამდე მივიღოთ. ოღონდ custom ტორტი ვერ იქნება, ან რასაც ყიდიანის ტორტი. ხო, ახლა რა შეგვეკვეთა რომ გვინდა რომ ცოტნე დაждდეს იქ, მე და ლუკა ხებზე შემოვაждეთ და ოქტოპუსი თავს დაგვაждდეს, ეს გააძვირებდა, მაგრამ აქ რაც იყიდება ხოლმე მაღაზიებში, იმ ტორტებს შევაფასებთ. რაც ისედაც შეგიძლიათ რომ იყიდოთ. ბოლო ტორტი რა იქნება, ჩვენც არ ვიცით, ისევ ეს რაღაცა მისტიკა კვლავ რჩება და შეგვიძლია ნელა დავიწყოთ. ის რომ ჩვენ ვიყავით თბილისში და ეს ტორტები მოვიტანეთ და ვიარეთ ძალიან ბევრი, ამ ყველაფერში გვეხმარება კომპანია სოკარი, რომლის ნანო პრემიუმაც მოგატარა, ვეიმარტის ჰოთ-დოგები გვაჭამა და ასე შემდეგ, თვითმსახურების სერვისი ჩავასწრით საწვავი და მე გავსხურეთ სხვადასხვა ობიექტებს. მადლობა მოკლედ სოკარს, რომ არის ჩვენი არხის ხარდამჭერი. დავიწყოთ, ხო? კიდე დაგვიწევენ კომენტარებში რისი გადაღება შეიძლება ესეთი რაღაც რო ძვირდება რა პროდუქტი ნეღნობა. იმიტომ რომ ჩვენ ვერ ვიფიქრეთ ბევრზე. ხო, რაღაც იდეები გქონდა ტორტის გარდა და რაღაც ვერ შევჯერდით რომელი იქნება უკეთესი და რომელი იქნება თქვენთვის საინტერესო, ასე რომ კომენტარებში გელოდებით მეგობრებო. და ასევე დაალაიქეთ აუცილებლად ვიდეო, მაგას არ მომგებთ ხოლმე ხშირად თავიდანვე დაალაიქეთ. იმიტომ რომ იცით რომ კარგი ვიდეო იქნება. ოქტოპუს ვიდეოა ბოლო. ვიღაცა იმის ვიდეო რო იყოს ახლა კიდე აი ლუკა, ნუ ამბობ მაგაზე ეხლა ზოგადად ხარ რაღაცა მონტაჟი რო გაეპაროს, მაგარი შევწუხებით რა. ეს არის 7 ლარიანი? 7 ლარ ნახევრიანი. 7 ლარ ნახევრიანი ტორტი ბურგერს. 6 და რაღაცა იქნება ეს. აი ეს ბეზეები თვითონ არ უყვარს გიორგი. ნიკოზე ალერგია აქვს ცოტნეს და მე ყავა არ მიყვარს, ამიტომ ძალიან გაუჭირდება ამას. თესლა და ხეხსნილი ის. მაიკაია. რამე შემდეგ ვიდეოს გადავიღოთ ლუდის რომ მოუხდეს. კანჭის მენიუები უძვირი. სო! ეს როტვარ გაგვახსენე. ვიცი, გახსენებოდა ხომ მაგას გადავიხეთ. კარგი, გავხსნათ ხო ეს? საოცრება. ვაიმე. ეს არის ერთკაციანი დესერტი ალბათ, ხო, რაღაცა შევუკვეთო და შეთქლიფო. ლუკას უყვარს თბილი ყველაზე მეტად ჩვენ შორის. რამდენად ამოვარდნილი ვარ ვიდეოდან ხო ხვდებით ყველა. სხვა ვიდეოებში ხრასავ. ეს უნდა მოგეხსნა ნახდათ? აბოჟეჩ. რა ვიცი. აი, ძაბს მე არ ვჭამ. დაჟე, ამას რო ვახებ თანას. მაგდროსაც მათ დაგზაგებს იმდენად არ მომწონს. რატო მე თქვათ თუნდაც არ გამოიყურება. სამზე არ იჭრება კარგად. ჯერ ბეზეები გავსინჯოთ. მოდი, შევთანხმდეთ რომ ეს ტორტი ალბათ არავის არ გაუჭრია 3-ად. სუნი კაი აქვს ხოთა შორის. გაგიმარჯვეთ აბა ბიჭებო. მეც კარგად ამოუსები გავაკეთოთ. გალამ პირდაპირ იმაზე გადავიდე. ბეზეა. ბეზეა. ამ ფასისთვის ჩემი აზრით ზანსვერია. That's what she said. გეგონება წვიმაში 32 წლის გავხდი და რატომ მგონია რომ ეხა ბეზეს რო შევჭამ, ეხა სხვანაირი გემო იქნება და პურად ცემენტია. კრემი გემრიელია, ფასთან შედარებით. მე მომეწონა. სომი ბისკვიტი. არა. არ მომწონს, იმიტომ რომ ძალიან ჩამბალია რა იმ რაღაცაში და ბეზე, ნუ ჩვეულებრივი ბეზეა. 1000% ვეთახმები კლოს ვაფშე ყველაფერში. მე პროფესიონალი ვარ. ძალიან ზედმეტად სველია ის. ბიჭო, მშრალი რო იყოს, სიტყვაზე მშრალიაო და. მშრალი უნდა იყოს, არ სველი რა, რატომ უნდა იყოს? ამ მშრალი არ სველი. დაასველეს. ხო, ცოტა სველია კი. ცოტა კი არა, იშლებოდა იმენა და ცოტა იმ ხომ კონდეს არა გიორგი ეს. რა ქვია მაგას ხორცი. თუ ეკანჭია. აი, გადავიდეთ შემდეგ ტორტი. შემდეგი ტორტი არის როგორც მახსოვს 16 ლარიანი, ხო?
ძალიან ხამაღალი ნათქვამია. ტორტი ძალიან ხამაღალი ნათქვამია. ბევრად უკეთ გამოიყურება, ვიდრე ის გამოიყურება. პირიქით ხوارდებს შეჩემ. არა. მაგრად იშლება მეგობრებო. მე ხარ რაფაელოა, რა ვიცი. ამ წუთებში არ ვიცი ხა სათავდება რეალობა და იწყება ოცნება ვერ ხვდები. აში, ვა. აუ, მარტივი ხო? ძალიან ის არის, ნახე. ოპა, მithქოს მე შენთვის. მე ბევრად უკეთ გამოიყურება ამისი ბისკვინტი. ბისკვინტი. აი ეს უკვე ალოკა მომინდა უკვე ამისი რა. ეს ლუკი აი. ის მგვალს მე ის ეს როგორც შემგვალი ადამიანი. აპასნა. აუ, ყველაფერი დაიყარა. მოიცა შენი ისიც. ნახე რამდენი კოკოსი დაყარე. მე ალოკი. არ მინდოდა. ეს კრემი. კაიხონოსა. შეიხარე. ეს ჩოლებრივი რაფაელო მე მგონი. აბა. როგორც პანტელი აშკარად ძველია. რაფაელო. ჩოლებრივი რაფაელო. ვისაც გაინტერესებდა რაფაელო იყო. რაფაელო უფრო გემრიელი იყო. არა? ხო. აი რო არიცი რა. ნახე, რაღაც და მონამური რა ეს. ბისკვიტი. ბიჭო, მე არ მომეწონა ეს. არა, არც მე. მაგრამ წინა სჯობდა მაინც. აი ვერ ვიტყოდი. ბიჭო, თვითონ კრემს თითქოს არ აუშავს, მაგრამ ბისკვიტია ძალიან სულ. ხო, იმენა გიბუჭებს ყველანაირ საბეჭდილებას კრემზე. მე მგონი ცოტა ძველია. კარგი, შემდეგი ტორტი ეს ტორტი ვერ იქცა. ხო. გავრცელებული ინფორმაციით შემდეგი ტორტი სოთნე იმდენ პოპულარული იყო. ბავშვობაში. ბავშვობაში რომ იმდენი ჭამრა ყდებოდაო. ამას ვერ ჩავსვამ თავად, მაგრამ შემდეგი ტორტი არის ტორტი, რომელიც იყო ყველაზე ხელმისაწვდომი ტორტი რაღაცა პერიოდი და თან ძალიან პოპულარული. ალბათ ყველაზე პოპულარული ტორტი იყო საქართველოში. დანის შაურმა და ბელას ტორტი, ეს ორი თუ ტკვილი გინდა ეს თუ ჭამა გინდა ის. თვითონ ბელა მოგვიტანა თან დიდი მადლობა. ნახე, ნუ გახსოვს. აუ ეს არის. გახსოვს. მე ბანანი შემხვდა. ბანანა. მე ბანანის ჩიფსი მინდა რომ გავსინჯო. მე როგორც ჩიფსების ექსპერტი. გამხმარია. შეჭამე უკვე ბანანს დაიჭყანე? მე მგონია ზუსტად იგივე გემოექნება რა. მე ვერ ხვდები ხალხო რატო უშვებით ხილს ესეთ რაღაცეებს. ჭამეთ ხილი როგორც ხილი, რატო აშრობთ და ახმობთ და ისე აქვს თითქოს ხილს ჭამდეს მართლა. ხანდახან. სპაგებო. ძმემო არა. აა თუ და გლახა. არც კარგი არა. ხო ანუ ხა. წინა ორ ჯობია. წინა ორ ჯობია. ბელას დიდების წლები წარსულ შაბარებულა. მაგრამ ჩიფსი გასინჯა. აა დებილობა. ნაი? გონია რა ეს ერთი სამი კვირაა დევს სადღაც. აჰა. ტორტი თუ გინდა რომ მოიკლა ისა რა ტორტის მოსიყვარულის. შეიძლება სანთელია ეს და მოვკიდო. გაშვები ახლა რას? ეს თავ შეიძლება სანთელი იყოს. ეგიდა. საკვებს არ შეიძლება ეგრე რომ მოექცე. არ არის ეს. ჩემი აზრით ჩიფსი ბანანის ჩიფსი საკვები არ არის. აი, ქორწილში რომ შემოიტანონ ეს და პატარძალმა რომ სიძეს წაუსვას თავზე, არ დამენანება. ანუ ცირთა შემთხვევაში ტორტი მენანება ხოლმე. ამიტომ იქ უნდა რომ წავიდეს თამადამ რომ მოყრებს დაუშინოს და რაღაცა ვიტყვი რომ აქედან გახსნილი გაქვს ჩემო კარგო. ანუ ეგეთი ტორტი. ყალა აფასებს ტორტებს მაგის მიხედვით. რამდენად დაენანება? ისე რა დაენანება? არ დაენანება, საპასუხოდ ვესური. კაი, ბელას ტორტი გავიარეთ, ეს მესამე ტორტი იყო და ვისაც ტორტის ის უნდა? ყარი ხუთიანი. ეგეც უნდა გადავარდოთ ალბათ. რა. ეგ ტორტი. ტორტი იყოს, კაცო შეჭამს. აი და განსაკუთრებაში ბანანი, შემწვარი ბანანი თქო. პატივცემულო მეგობრებო, მეოთხე ტორტი მაგიდასთან. ვადა უფრო მეტი აქვს ამას.
მომახმარე. შენ გენაცვალე მე. მან ნო დაგველოდე შენ ბიჭო. ჩარჭულს ჩამ. ეგოისტო შენ. ის ჩარჭულები არ ჭამოთ. ცოტნე. მე მგონი ეს რა გავყვახოლი აქვს ცოტა არ მოგეწონა. გეტყვი ეხლავე. ეს არ გადააგდოთ ცოტნე წაიღე. ეს გაუწუროთ. გამოუხადოთ შენ. მაგრამ ცუდი არა, შავი შოკოლადი ვისაც გევასებოთ, შეიძლება მოგეწონათ. ხოდაშურეს ვერ ვიტან შოკოლადს ლიქიორით. გაგიკვირდებათ და. ლიქიორს ყოლა. ლიქიორს ვერ იტანს შოკოლადით. ლიქიორი ცოცხლი ცალკე. ვისაც უყვარს ესეთი ჟანრის შოკოლადი რა და ტორტი, იმას შეიძლება მოეწონოს, მაგრამ ჩვენ მაგ ჟანრის წარმომადგენლები არ ვართ. ზედმეტად ბევრი შოკოლადია 1 კვადრატულ სანტიმეტრზე, აი იმენა ყველანაირი შოკოლადის ჩადეს შიგნით, რაც კი შეიძლებოდა და ბევრია ჩემთვის. ვიღაცა შეიძლება ევასებოდეს ხო? მაგრამ ფას თუ შევადარებთ, კაია. ზომაც კაია, გემოვნების ამბავია. ბანანებული არ არის რა შოკოლადი. ხო. მეგობრებო, ეხა ამ რო ვჭამთ კაია, მაგრამ გადახდის დრო რომ მოვა, როგორ უნდა გადავიხადოთ? მე იმას ვიზამ. შენ ქეში გაქვს? ხო. აპარატიდან ჯაგირიც ხავ. შენ მე მომწერო ცალკე და ძმა ვარ. მე უნდა ვიკისრო. არა, გადმოგირიცხო. არა, მეგობრებო, ჩვენ მეგობარ კომპანიას, Credo Bank-ს აქვს MyCredo აპლიკაციაში ახალი ფუნქციონალი, ეს არის MoneyPot-ი. მსგავს სიტუაციებში ძალიან ხშირად ყოფილვართ, როცა გადახდის დრო მოდის და მე ვინ რამდენი, ვინ როგორ ერთ ჩაურიცხოთ, ვიღაცამ უნდა აკრიფოს, ვიღაც ევალება და რაც დამატებითი თავის ტკივილია, რასაკვირველია. მე დაპატიჟე ვიღაცა ისა რაღაცა გეზარება უკვე და კაი მე გადავიხდი ამ ბოლოს, ხო? ეგეთი რაღაცა რო არ მოხდეს, MyCredo-ს mobile app-ში ქმნით ბმულს, შეგიძლიათ გააზიაროთ ეს ბმული ჯგუფებში, ნებისმიერ ჯგუფში და იხდით ძალიან მარტივად, როგორც ონლაინ რამეს ყიდულობ ისე და აღარ იქნება ეს რაღაც თავის ტკივილი, რომ აბა შენაკრიფი, ახლა ჩემი 20 ლარი, ახლა 80 თეთრი და ასე შემდეგ. ასე რომ ძალიან კაი ფუნქციონალია და შეგიძლიათ გამოიყენოთ MyCredo-ს mobile ბანკი, სადაც ნებისმიერი სხვა რაღაც შეგიძლიათ მიიღოთ ასევე. გენაცვალე გირო. მოკლედ, მადლობა Credo Bank-ს და გავაგზავნოთ ახლა მეხუთე ლოტი შემოვა. ეს არის მადარტი. მე წინასწარ ვიტყვი, ცოტნე. ხო. მადარტის ტორტები ძალიან მიყვარს ერთი. ნამცხრები არაჩვეულებრივი აქვს. არც ფული გადაუხდეთ, არაფერი, უბრალოდ როდესაც გქონია რაღაცა კომუნიკაცია, ძალიან ჯიგრულად დაგვხედრიან იქიდან და ასევე თვითონ ორშაბათობაში გამოგიგზავნეს ძალიან ბევრი რაღაცა. ან YouTube-თან თანამშრომლობენ, ჩვენთან თანამშრომლობენ და ხოლმე კარგი მეთქმის ამ კომპანიაზე. ტორტს ახლა გავსინჯოთ, რა ტორტი? მე მგონი 50-იანია, ხო ეს? 50. ჩაკდეკით. მაინტერესებს ძალიან. თან შოკოლადის არის ეს, ფენებად შოკოლადიც აქვს. ორი სიტყვა ვიზუალზე. ვიზუალი ძალიან მადი საგზურებია, კი. ერთ-ერთი რაც არ მიყვარს არის ეს ბალახეული. მარწყვილა მითიდებს. ბალახეულით. ხო, ეგ აი რა მიწით. ნუ უფრო მეტად ბუნებრივობას აძლევს ალბათ. სამაგერ არა, უნდა ვიწვალო მაგის მაგის ჭამაზე. რას ხვდები, იცი რომ ახალი მარწყვია, სვეჟი. უნდა ვიწვალო მაგის ჭამაზე და. ო შენ გენაცვალე. მაგრამ მე მარწყვი ჩაგიდებ ერთ მარწყვილს. აი, ერთი მარწყვი შემდგა. ცოტა დაგველოდე ცოტნე, დაგველოდე. არა, გელოდებით სიძეთ. ქილას იმოშვები, ვაცლი. ნახე, მე კი არ მომცა ექსტრა მარწყვა. მადარტის ეს ტორტი არ მიჭამია არასდროს სხვათა არც მე მეჭამია. მადარტი ბევრჯერ მიჭამია, მაგრამ აი. უკვე ამოვიდა ხარისხი რა. ხარისხი დონე მაიწია? კი. უჭა მარწყვის ტორტი არის პელე ვაფშე. კი. არა. თან ნახე რა ბალანსი აქვს რა. შოკოლადიც არის, თეთრი კრემიც არის, მარწყვიც არის. ყველაფერი გულურა ისმეთი ძალიან კაია. არა, მადარტის ტორტები ყველაფერი ტოპი აქვს. მართლა ვიღაც დასპონსორებული ეგონება. არაფერი არ გადაუხდიათ, თუ უნდა გადაიხადონ ვიდეოს ნახვის მერე, მაგრამ ტკბილი როგორც გითხარი, დიდად არ მიყვარს, მაგრამ ეს ჯერჯერობით number 1. ეს წანილიც იმის ზაკენელი იყო. ანუ კალას გონია რომ მარწყვის თავზე მწვანილი აქვს, ვიცოთ.
ბოზარი ბავშვია. შემდეგი ტორტი არის გუდვილის ორეოს ტორტი. გუდვილის ორეოს ტორტი, რომლის ფასიც არის სადღაც 62 ლარი. 62? აჰა, შენ გენაცვალ. მომეცი? 62 ლარი უკვე მაღალი ფასია, ხო? აი ამ ზომის ტორტისთვის უკვე ეს არის რა, ძალიან ხარისხიანს ველოდები. ალუბალია, როგორ მოხდა ცოტა რა შეჭამა? ფევრამე. უჭამდა. რა აქვს, ალუბალი აქვს? ცივია ძალიან, ნაყინის ტორტი ხო რა? აა. ბისკვიტი არის ცოტა მშრალი. მაგის ხმა მინდა და ზუსტად მენა ის ვაიბები წამოიღო ისო. და ორეოს გემო არა აქვს. ძალიან საშუალო ტორტია. აი, საკმაოდ საშუალო ტორტი. მე ამას არ ვიყიდი ნახდათ. ხილი არის იმდენად ყინულები აქვს რა, თვითონ ხილს. ანუ ამასთან აცდენილია რა. სიმართლე გითხრა, რაღაც დონეზე ხვდებოდი რომ აი ორეოს ტორტი, აი რაღაცა სნიკერსის ტორტი, ორეოს ტორტი, ეგეთები ძირითადად ფლოპებია. დოლჩე გაბანას პასკა. დოლჩე გაბანას პასკა, მაზდას ნამსხვარი და რაღაცა ეგეთები არ ამართლებს დიდად. ნამდვილად. თუმცა, ცუდი არა. ცუდი არა. ამ ფასად სამცელ ბელას ტორტს იყიდიდი. და იქ უნდა ვებდით ქორწილში. შემდეგი ტორტი, პირდაპირ ვაკიდან მოდის ლაიმი 75 ლარიანი. უკვე ძალიან გაიზარდა ფასები. კურიერს არ შეაგინოთ, ჩვენ მოგქონდა ეს ტორტი და შეიძლება ხო, ცოტა აზრილი შეიძლება იყოს. რა, სადგერო, საბარგულში ჩადეთ? გადაგვიყირავდა და აა, ცოტა აი ესე არის აღწერილი. მარწყობენ ლამაზად ერია. ლამაზად იყო მარწყობენ. ხო და მანქანაში კაია. აუ, რა გემრიელი კრემი აქვს. კაია. ეს ტორტი ჩვენ წავიღო. აი, რა ტორტი იყო, ხათო. ამას ვინ შეჭამს? ამას ვინ შეჭამს? მე და ლუკა წავიღო. ეს არ დატოვო გიორგი, აქ ამოიძახოს ხალხი. მართლა რა, ლუკა. ეს ტორტი რაც ახლა შემოვა, უბრალოდ ამ დაწესებულების ტორტი ლიკასთან იყო ლეგენდები. ბელას ტორტს თუ ჭამდით, მაგ დროს მე მოიტანეს ერთხელ ეს. და აი, ყვაჩა ამივარდა. ნახოთ 84 ლარიანი ტორტი, როგორ შტაბეჭდილებას დატოვებს. პირდაპირ გეტყვი, რომ 90-იანების დაბადების დღის ტორტია ბილზე. აუ, ბეზე აქვს შიგნითაც. არა? აუჩ, ვერ თქვენ გაქვთ ჩემი არა. ბეზეში. შიგნიდან ბეზე არის. საში. აუ, ძალიან ბეზე. გეუბნები, მაგას გეუბნებოდი შრალი შანს. გაჭერი და გავიყოთ. ვისაც ეს ტორტი უყარს, მას ძალიან მოუსწორდება კი. მე მომიდანა წვეთში რაღაც ბავშვობის შენი თქმის არ იყოს, რაღაც ბავშვობის ვაიბები მომიდანა, ადრე იყო ძალიან პოპულარული ესეთი ტორტები და სულ ესეთები იყო ხოლმე დაბადების დღეს და ემოზიების ხონდა იყოს გარეთთან. კორპუსთან გამოიდგა ვიღაცანა დაგხვდეს და ფული წაგვართვას. ესეთი გემი აქვს. და გედი და სოკო აკლია რა. ეს სოკო კი არ ვიდი რა. ესეთი მაგრამ. გარედან გაფორმებისთვის გავიგრო ცემენტი გჭირდება, რომ ტორტს რაღაც შიგნით რა უნდა ბეზეს შეჭემა. ევასება ვიღაცას ახლა. აი ამ მიმართულების ტორტს ვისაც მოწონს, აი ნიგზიანი ყავის, აი ყავაზე ვაკეში რო ყავაზე გოგო ქალები რაღაცა იმად გავუსწრებ. თან ეს გადაიხდის 22 კაცზე ხო არის, 50 ქალზე ხო მაინც არის. ცოტა სჭამს. კალი ხო უფრო ცოტა სჭამს მაინც. ჰა? მე ვემიჯნები ამ განცხადებას. ნიკოზე არ კიდე გემრიელი. თუ ესე არ არის მაშინ გამოვიწოთ ჩვენ სამ ქალბატონს და მე გუნდიშად და ცოტა შევეჯირებით ჭამაში. სამ ქალბატონს. Not my style. ტორტი კაია მართლა. მაგრამ ამ ფასად შეჩემა აბა რა უნდა რა 94 ლარი. ლიკა უნდა ამოსულიყო შეჩემა შიგნიდან. მეგობრებო, ის რომ ჩვენ შეგვიძლია რომ ესეთი ვიდეო გადავიღოთ, მაყურებელს ვაჩვენოთ რომ არ ღირს რაღაც ტორტის ყიდვა და არ გარისკოთ მაგდენი ფულის ხარჯვა. ტყუილა. ეს ხომ კარგია. ამის საშუალებას, რა თქმა უნდა, პირველ რიგში გვაძლევს ჩვენი წარდგენი
ვეცონ სპორტი და კიდევ ერთხელ მადლობა გეტყვა. უღრმესი მადლობა მათ. ახლა კი ტორტი მაგიდასთან, მე-9 ტორტი. შავი ყუთი სტუდიაში. არჩევანი იყო რომ ეს ვიდეო თუ საფეხბურთო ჩელენჯიო. სტადიონს არ ეცალა. სტადიონს არ ეცალა და ბიჭებმა აი ეს არის მარაკუია. მარაკუიას არ იზრდება. აი აგი. ეს არის მარაკუია თვითონ? ნახე ეს ჯავშანი აქვს, ნახე. ეს რა პეჩენი არის? ვა! ნახე ეს ზან შეკრულია. როგორც არქეოქტოპუსის წარმომადგენელი. სოტნე. აგიმარჯოთ. გამარჯვოთ ბიჭო. მარაკუია წამოიღო. ვიარ ის მეგობრებო 31 წლის გავხდი. მე ხა აღმოვაჩინე რომ მარაკუია არ მიყვარს. მარაკუია უბრალოდ არ არის დამიჯერე. ბიჭო რანაირი რეზინასავით ვკრები აქ. ბიჭო რავი ალბათ მე მაქვს სხვანაირი გემოვნება არ ვიცი. ის ხო არის მარაკუია. ბიჭო რანაირი 170 ლარი ეს? დაგვიბრუნეთ ფული. შეიძლება ჩვენ ვართ გოიმები. შეიძლება. მე მგონია მე ვაძლევ ხმას რომ ჩვენ ვართ გოიმები. მე მირჩენია გოიმი ვიყო და ეს 60-იანი თორთი 50-იანი ჭამო მარწყვის. ვიდრე სვეცკი ვიყო და აი ეს მომწონდეს. არა მეც არ მომეწონა. ეს რო გავუჭრათ არ შეიძლება? ეგ ის იუბილარს ხდება. აიო! არ გაიჭრა. განები შვილო თავი. არ გაიჭრა და. ნაბოზარო შენ. ნახე, ყაი ესეთი კონსისტენცია რატო უნდა კონდეს? შეხედე, შეჭება. წებოთია და წებოთია მართლა. ეს არის კარამელი. ავე. ოპა, ეგ ძალიან მაგარი იყოს ხა. კნო გასიჯერა. მარაკუია ხო ეგ? ეგ არის არ მინდა მარაკუია. გამანებე თავი. მოდი შენ აქედან უკბიჩა და მე აქ. დარწმუნებული ვარ რომ იჭმევა. არც მე. ეს რა ლოკო? აი, გოიმები ხა გამოდივართ. ამას თორდ გამკეთებელი ვეშვება რა ქვია. ვიყურებს ახლა. აი ეს არ იჭმევა ეს. კარგად მოკბიჩე სულთო. ვერჟინა. არ იჭმევა ეს. მოგონი არ იჭმევა. ჯერ ზადა გემოწამოიღო საცადე. ნუ თან მე წებოიანი იმას ვქენ. 150 ლარიანი პორტს როგორ ექცევე გოიმები არის? ამოიღე და მოდი იგე. აი ოვიდეს ვიზას უნდა ჩამოზო. მეგობრებო, ძალიან იმე გასწრებული ვარ ამ ტორტით. როგორ ტორტი იყო? ეს 5-0 შეიძლება მოუხდეს რა. მე ყოლა მარაკუია და სოსისი და რაღაცები ქონდა. ვადა ეწერა ნე და ვადა შეშემო. რა გაფუჭდებოდა ბიჭო? რეზინას გასწრელი არ იხსნებოდი ტორტი ის რა აი ბოლოსაც მოკუში ის თუ ფუჭდება ბიჭო. და მეგობრებო, ვინც აქამდე მოხვედით? და არ დაგილაიქებია. და არ დაგილაიქებია, თქვენთვის ტორტი აღარ იქნება. მარტო ჩვენ შევჭამთ. მაგრამ ვინც დაალაიქეთ, აი, ეხლა დაალაიქეთ. მაშინ მოდი ტორტს მოვხმოთ. 300 ლარიანი ტორტი. არა, მაგიდასთან. ეგრე თუ ისროლე შეიძლება ეს ქორწილს გადაიხეს. ჩვენ ნახოთ, ჯერ არ ვანახოთ ხალხს. ხალ მეც არ მარახე. ში. ეს ხალხს არ ვანახოთ. დაბადების დღე მოვა ჩემი რამდენიმე თვეში და იქ რო. ეს რა არის ში? ბიჭო, ეხა ამან რომ გამიცრო ოსიმედი ძმაო და არ იყო გემი. ბექფლიპი გააკეთა. ლუწროარ წამოვედო შე. ეგასელი არის ხო? გადაობა. მე შეჭამდა შეჭამა ლუდიან ტორს არ შეჭამდა თუ?
ესე დაჭრა რა უნდა დავიწყო? ესე დაჭრა მოხდა. მწვანილი მე შემო მე ეგ ნაჭერი არ მითხრა მე მწვანილიანი ნაჭერი. კაი ხომ. რა მოდი. ოუ შიგნით რაღაცები ხდება ბიჭო. ახეთ შემიკარი. ო, კრემი ესეთ კარგად ველა გამოიყურება. გამიბერდი. ასორტის ტორტია მეგობრებო ეს. ასტორტია? ო შენ გენაცვალე გიორგი. ეხა ამან არ გააცროს იმედი, მთავარია. 1 2 3 ცივია ეს ხო? შენ ქორწილში გიორგა ამაზე ნაკლებ ტორტზე არ მაქეიფო. ო გემლელი არის. მაგრამ კითხვა ისმის შემდეგი. არის თუ არა საუკეთესო ტორტი აზრის გავსინჯეთ? და პასუხი შემდეგ ვიდეოში გაიგებთ. ჩემეზე საუკეთესო ტორტი არა რომელიც დღეს გავსინჯეთ. კრემი ესეთ თეთრი კრემი არ მიყვარს, ძალიან თეთრი. ამ ტორტს უნდა რომ იყოს ლაიმის ტორტი. უნდა? ხო. ნახე ხა ზომაზეც ხო გასწავლისწინებელია რომ ეს ცოტა ზომაც ადიდებს ფასს. კი, ავტომატურად. მაგრამ ეს ორჯერ უფრო დიდია მეჯერ თუ არა. მაგრამ შეფარდებით მაინც ის პროიოფი გამოდის ბევრად. ის იყო 75 ლარიანი. ხო. გეტყვი, ბისკვიტი კარგია, მაგრამ სასწაული არაფერი, ლაიმის ჯობდა. კრემი კარგია, მაგრამ სასწაული არაფერი, ლაიმის ჯობდა. იმას ჟოლო არ ქონდა პროსტა და ეს თეთრი კრემი არ ქონდა და ის კრემი მე ბევრად მირჩენია ვიდრე ეს. ეს არ ნიშნავს რომ ეს ცუდია, არც ერთ შემთხვევაში ძალიან კაი ტორტია, ძალიან გემრიელია, მაგრამ ტოპში ის იქნება პირველზე და ეს იქნება მეორეზე ალბათ რა. ან მესამეზე. არ ვიცი. მეორეზე უფრო მადარც გავუშვებდი მე მაინც. ხო, ალბათ. იმიტომ რომ მარწყვი კრემი არ არის, კრემი არ არის ვაუ. ფილადელფიაა თუ რა არის? ქართული რაღაცა კრემი ჯობია, რა ვჭამეთ, ფაქტია. არა, ანუ გეუბნები რა, პირველ ადგილას უეჭველი, რა ქვია, ლაიმი. ხო? მე მადარტი. მეორეზე და ხო და აი მეორე მესამეზე მადარტი და ეს ერთმანეთს იმაშვებიან რა. ჭიდავებიან ესე რომ ვთქვა რა. მე მგონი თანხდებით სამივე ტოპ 3-ზე თანხდებით. ხო რა. და ყველაზე ცუდი ყველაზე ცუდი იყო მარაკუია შეჭე. ხო, ხო, დამიხსება არც. რაფაელოს ფიქრობდი და ხო. ანუ ყველაზე ცუდი, თან ყველაზე უბედურება ის არის, ყველაზე დიდი უბედურება მეორეზე იყო ხო სიძველით. ხო. მადლობა გადავუხადოთ ჩვენ სპონსორებს, რომლებიც ამ ყველაფერში გვეხმარებიან, რომ ბიუჯეტი გავისროლოთ ვიდეოებში. და რაზე გინდათ? აღარ დაგვიწეროთ კომენტარებში, მე ცოტა ხელი ჩავარტყით უკვე. შემდეგი ვიდეო იქნება კანჭების. მაგრამ თუ ბევრი კომენტარი იქნება სხვა რაღაცას და ბევრი ლაიქი ექნება, შეიძლება ის გადავიღოთ. ვაი და შეიძლება გადავიღოთ. ვაი და მეგობრებო, დაგვალაიქეთ, გამოგვიწერეთ და მოვალ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით. კარგად.